სოხუმის დაცემის დღე 27 სექტემბერი უკვე 22 წელია თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. წელს ამ დღეს საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა თავის საკვირაო ქადაგებაში აფხაზებსა და ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. დღეს არის დიდი მწუხარება, აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხოვნოს აფხაზები დაცემული და სხვა ერების წარმომადგენლები. ეს იყო თავსმოხვეული ტრაგედია, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია და ჩვენ ლოცულობთ ყველასათვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის და სხვა ბერძნებისთვის და სხვათა. მოგმართავთ ყველას, აფხაზებს, ქართველებს, შეერთდით, აფხაზებო მოდით ჩვენთან, ქართველები მოიდნენ თქვენთან, ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ. იმ დღესვე ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული, რომელიც საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების საოხად და ქართველთა და აფხაზთა შესარიგებლად დაიწერა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან გადააბრძანეს. 27 სექტემბერს ტრადიციისამებ მემორიალთან გმირთა ხსოვნის უკდავსაყოფად შეიკრიბნენ საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები და ომის მონაწილეები, რომლებმაც გვირგვინებით შეამკეს მემორიალი. კიდევ ერთხელ ყველა მოქალაქე საქართველოსი ვიხსენებთ იმ დღეს, როდესაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი დაიწერა ჩვენს თანამედროვე ისტორიაში. ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ ამ ბრძოლაში და ყველა ერთად ვდებთ პირობას, რომ გავაგრძელებთ ჩვენს შრომას, ჩვენს ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, დაკარგული ხალხის შემოსაერთებლად და იმ გმირების ნაღვაწის დასასრულებლად. ეს მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, ამას აღარ დაჭირდება სისხლი, ეს მოხდება მშვიდობიანი გზით, თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროსთან ერთად, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენთვის, მით უმეტეს აფხაზეთის ომში მონაწილეებისათვის ეს დღე არის და მთელი მოსახლეობისთვის ეს დღე, რა თქმა უნდა, არის ტრაგედიის დღე. ვინც რო ქვეყნისათვის თავი დასდო, არის ყველა გმირი. დიდება მათ სახელებს, არ დავიწყება იყოს მათი სახელს. იმ დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიულის შარტავას ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს კი საფლავი.